მოგესალმებით. ვაგზელებ საქართველოში მოგზაურობას და ამჯერად აღმოსავლეთ საქართველოში კახეთში გადმოვინაცვლებ. კერძოდ კი, დღეს ვაპირებ ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საინტერესო ადგილი მოვინახულო. ყვარელი სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად მდიდარია მრავალფეროვანი ღირსშესანიშნაობებით, ამიტომ დღეს ვეცადე ავიმერჩი ესეთი ადგილები, რომელიც ცნობილი არის საზოგადოოდ და შედარებით ისეთი ადგილების, რომელიც არ ვიცით, მათ შორის არც მე არ ვარ ნამყოფი და ვფიქრობ, საინტერესო მოგზაურობა გამოგვივა მთლიანობაში. მოგზაურობას ვიწყებ გრებიდან და ახლა ვიმყოფები გრემის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან, რომელსაც ძირითადად არ ნახულებენ ადამიანები, ვინაიდან უმეტესად მიდიან გრემის მთავარანგელოზის ეკლესიაში, რომელსაც ჩვენც მოვინახულებთ, მაგრამ იმდენად ლამაზი ტაძარია, არ შემეძლო გვერდი ამიარა და მისი დათვალიერებისა და მოლოცვის გარეშე ჩამევლო. ეს არის პატარა ტაძარი, რომლის კედლებში განირჩევა ორი სამშენებლო პერიოდი. პირველი ეს უნდა იყოს მე-16 საუკუნით დათარიღებული, ხოლო მეორე მე-18 საუკუნით და ამ კედლებში არის როგორც რიყის ქვა გამოყენებული, ისე აგური. მაგრამ ამ ტაძარს განსაკუთრებულად აქცევს, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, მისი გუმბათი, რომელიც საკმაოდ იშვიათია, არც მახსენდება მსგავსი გუმბათი. სადმე მენახავს, მაგრამ თუ არის, ძალიან მცირე რაოდენობით იქნება წარმოდგენილი. ასევე უნდა აღვნიშნოთ, დასავლეთით კარისა და სარკმლის თავზე მოთავსებული ფილა, რომელზეც არის წარწერა განთავსებული, რომლის მიხედვით ვიგებთ შემდეგ ინფორმაციას, რომ 1956 წელს აქ ყოფილა წყალდიდობა, რომელსაც საკმაოდ დაუზიანებია ეს ტაძარი და ერთი წლის შემდეგ 1957 წელს ის აღუდგენია ქეთევან ლობაურს, რომელიც შილდის მკვიდრი ყოფილა. ახლა კარგად დავათვალიერებ ამ ეკლესიას და გადავინაცვლებ აქვე არსებულ კიდევ ერთ საინტერესო ნაგებობაში. გრემის ღვთისმშობლის ეკლესია მდინარე იწობის ნაპირასაა აგებული. საკურთხეველი სამლოცველო დარბაზისგან აგურის კედლითაა გამოყოფილი, სადაც წესისამებრ არ შეიძლება არავის შესვლა. აქ დაბრძანებულია ხატები. ტაძრის გარეთ გარშემო ქვევრებია მიმოფანტული, რაც კახეთს განსაკუთრებით უხდება. ეკლესიის შორიახლოს მდგარა აგურით ნაგები ეკლესია, რომლის კედლების ნანგრევები მდინარე იწობის კალაპოტშია ჩაცვენილი. გარკვეული ნაწილი კი ტაძრის აღმოსავლეთითაა შემორჩენილი. მართალია დღეს გრემი ერთ-ერთი ისტორიული სოფელია საქართველოში, მაგრამ წარსულში ის კახეთის სამეფოს დედაქალაქიც კი იყო. მას შემდეგ რაც მე-15 საუკუნეში კახეთის სამეფოს მეფე გახდა გიორგი, მან სწორედ გრემი აქცია მისი სამეფოს დედაქალაქად. მართალია გრემი მხოლოდ 2 საუკუნის განმავლობაში იყო დედაქალაქი, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში აქ მიდიოდა აქტიური წიგნობრული საქმიანობები და აქვე გადიოდა საქარავნო გზები, საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი იყო. სწორედ ამიტომ გრემი იყო კახეთის სამეფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. როდესაც გრემზე ვიწყებთ საუბარს, ალბათ პირველ რიგში გვახსენდება გრემის მთავარანგელოზის ეკლესია და იქ არსებული სამრეკლო. რა თქმა უნდა, უშუალოდ კომპლექსი ბევრად დიდ ტერიტორიას მოიცავდა. აქვე არის აბანო, სხვადასხვა ეკლესია და მათ შორის ახლა ვიმყოფები ეგრეთ წოდებულ სამეფო უბანშიც. სადაც დღეს შემორჩენილია ეს 2 საუკუნოვანი სახლი, რომელიც 1901 წელს აუშენებია აზნაურ იაკობ ელიოსიძეს. დღესთვის ეს შენობა კერძო საკუთრებაშია, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი უკავშირდება და ძალიან დამაინტერესა, რომ აქ მოსული ყავდა პირადად დამეთვალიერებინა ეს სახლი. აქ გადაუღიათ ფილმები, დაწერილა სხვადასხვა ნაწარმოები, მაგრამ მათ შორის გამოვარჩევ ჩემთვის ერთ-ერთ უსაყვარლეს ფილმს, ხარებას და გოგიას და როგორც გავიგე, სწორედ რამდენიმე სცენა აქ გადაუღიათ. ეს სახლიც აგურით და რიყის ქვითაა აგებული. მართალია მიტოვებულია, მაგრამ ბევრი ნივთია შემორჩენილი და წარმოდგენა გვექნება თუ როგორ გამოიყურებოდა ის წარსულში. პირველ რიგში მოვინახულე მარნის ტერიტორია, სადაც ქვევრები კვლავ არის მიწაში ჩაფლული. ჩანს საბუხრი ადგილიც. სახლში ერთ-ერთ ოთახში შემორჩენილი აგურით აშენებული ბუხარი, ძველი ავეჯი, წიგნები, ფოტოები. სამწუხაროდ, სახლის სახურავი დაზიანებულია. დარწმუნებული ვარ, თუ ამ სახლს რესტავრაციას გაუკეთებენ, ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება.
ტოვებს სახლს და გადავინაცვლებს სამეფო უბნის აბანოსკენ. როგორც გითხარით, ახლა გადმოდი აბანოების ტერიტორიაზე, სულ რაღაც 300 მეტრი გამოვიერეთ, რომ აქ მოვსულიყავით. იმის მიუხედავად, რომ ეს მიტოვებული აბანოებია, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგად არის შენარჩუნებული კედლები. შეგვიძლია თვალნათლივ დავინახოთ, რომ აშენებული არის აგურით და ასევე შესაძლებელია იმის გარკვევა, თუ როგორ იყო მოწყობილი მთლიანი ეს სისტემა. სამწუხაროდ მის მასშტაბურობას ვერ გაჩვენებთ დრონის კადრით, ვინაიდან ხეები მთლიანად ფარავს მას, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზეა ის გადაშლილი. ასევე აქედან დაახლოებით 150 მეტრში არის ძველი საწნახელიც, რომელსაც ასევე ვერ ვნახულობთ, ვინაიდან ცადი ახლოს მისვლა, მაგრამ იმად ჯაგებშია მოთავსებული, ფიზიკურად შეუძლებელი ახლოდან მისი დათვალიერება. უკვე მე რამდენი გადაცემა, რაც საქართველოში მოგზაურობ და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ გადაცემებში მონახულებული ადგილების აბსოლუტური უმრავლესობა მიტოვებულია და ძალიან ცუდ დღეშია. ეს ყველაფერი კიდევ უფრო სამწუხარო ხდება პირადად შემთთვის, ვინაიდან, როდესაც საზღვარგარეთ მოგზაურობ, ეს იქნება ამერიკა, ევროპა თუ აზიაც კი, ისინი პატარა ისტორიულ ნაგებობასაც კი ძალიან უფრთხილდებიან და უვლიან და ასევე კარგად წარმოაჩენენ ტურისტებისთვის და ჩვენ ბევრად ისტორიულ და მნიშვნელოვან ძეგლებს არ ურთხილდებით და ასე უპატრონოდ გვაქვს მიტოვებული ხშირ შემთხვევაში. ისიც მესმის, რომ ზოგიერთი ძეგლი მიუდგომელ ადგილებში მდებარეობს და რთულდება მისი მოვლა-პატრონობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს გასამართებელი პასუხი არ იქნება, ვინაიდან გზიდან სულ რაღაც 200-300 მეტრში მდებარეობს ეს აბანოც, საწნახელიც და რა თქმა უნდა, მარტო ამ აბანოზე და საწნახელზე არ არის საუბარი, ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი ძეგლები გვაქვს დასაცავი. მე ტრადიციულად იმედს დავიტოვებ, რომ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან და რაც მათი მოვალეობა არის, შეასრულებენ იმას, რომ რაც ჩვენამდე შემორჩა, ის გავასუფთავოთ, კონსერვაცია ჩაუტარდეს და დაუტოვოთ მომავალ თაობას. დავტოვე აბანოს ტერიტორია და გავემართე გრემის მთავარი კომპლექსის მიმართულებით. პარკინგზე გავაჩერე მანქანა და მზადვარ კიდევ ერთხელ მოვინახულო ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი განსაკუთრებული ძეგლი. როდესაც გრემის სანახავად მოხვალთ და გააჩერებთ მანქანას, გვირაბის მეშვეობით გამოხვალთ ამ ტერიტორიაზე და პირველ რიგში დაინახავთ გრემის დაქალაქარის მუზეუმს, რომლის შესასვლელი ბილეთის საფასურიც არის 10 ლარი, მაგრამ ეს ბილეთი მოიცავს როგორც ამ მუზეუმს, ისე ზევით არსებულ მუზეუმსაც. ამ ნაწილში წარმოდგენილია ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები, შიგნით ხვდებით სხვადასხვა ფულის ერთეულს, საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ჭურჭელს, საბრძოლო ცულებს, მოკლედ ძალიან მრავალფეროვანი საგამოფენო სივრცეა, რომელიც ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მოვინახულოთ. ისტორიული გრემის კომპლექსი 1975 წლიდან მუზეუმ ნაკრძალს წარმოადგენს. მუზეუმში გამოფენილი ეთნოგრაფიული მასალა და გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები ცხადყოფს გრემის განვითარებას მრავალი მიმართულებით. გრაფიკულად და ნახატებით წარმოდგენილი საგამოფენო სივრცე გვეხმარება გრემის კომპლექსის მასშტაბების წარმოდგენაში. კომპლექსში შემავალი ყველა ნაგებობით. გრემი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. კახეთიდან ახლო და შორეულ აღმოსავლეთში გაჰქონდათ აბრეშუმი, ხალიჩები, ღვინო, ცხენები, ცხვარი, ბეწვეული და ასე შემდეგ. ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში აღნიშნავდა, რომ აქ აკეთებენ ყოველგვარ აბრეშუმს. იყო სავაჭრო უბანიც, რომელიც ქალაქის ყველაზე ცოცხალი ნაწილი იყო. გრემისა და მთლიანად კახეთის ეკონომიკური ცენტრი. გრემის არქიტექტურული კომპლექსი მრავალფეროვანი ნაგებობებისგან შედგება. აქ არის გუმბათოვანი მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია, სამსართულიანი სასახლე სამრეკლო, სამეურნეო ნაგებობანი და გალავანი. თუმცა ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა არის მთავარანგელოზთა ეკლესია, რომელიც კახეთის მეფე ლევანს აუშენებია 1565 წელს, ხოლო მოხატულობა დამთავრებულა 12 წლის შემდეგ, შესაბამისად 1577 წელს. ეს ეკლესია გეგმით არის სწორკუთხა, როგორც ხედავთ, ძირითადად აშენებულია აგურით და აქ-აქ რიყის ქვაც არის გამოყენებული. ერთადერთი, რაზეც გული დამწყდა, არის ის, რომ სამრეკლოს მსგავსად
ტაძრის გუმბათიც გადახურული იყო მოჭიქული კრამიტით, რომელიც იყო ზურმუხტისფერი. როგორც გავარკვიე, წელს საკმაოდ დაზიანებული ყოფილა ეს კრამიტი და იძულებული გახდნენ შეეცვალათ სახურავი და კვლავ სპილენძის გადახურვა გაეკეთებინათ. თუმცა სამრეკლო სახურავზე კვლავ შენარჩუნებულია და შორიდან როდესაც გამოხედავთ, მაინც შთამბეჭდავი კომპლექსია. შესასვლელი აქვს სამი მხრიდან, დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით, ამიტომ ახლა შევიდეთ და შიგნიდანაც დავათვალიეროთ. ეკლესია მთლიანად მოხატულია. ტრადიციულად ბიბლიურ სიუჟეტებთან ერთად კედლებზე გამოსახულნი არიან სასულიერო და საერო პირები. ტაძრის სათოფურებიანი გალავანი ამავე დროს სიმაგრეც იყო. იგი ერეკლე მეორეს შეუკეთებია. ტაძრის აგებამდე გორაგზე კოშკურა შენობა მდგარა, რომლის მესამე სართულზე შემდგომ სამრეკლო დაუშენებიათ. როგორც უკვე გითხარით, კომპლექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია სამსართულიანი სამრეკლო სასახლე, რომელიც დღეს მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. პირველ სართულზე გამოფენილია კახეთმეფეთა პორტრეტები, 60 და ხელნაწერები. ასევე აქვე არის სამეფო საპირფარეშო, რომელიც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. მეორე სართულზე ასვლის შემდეგ ნახავთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნივთებს, ხოლო უკვე მესამე სართულზე ამოსვლის შემდეგ ვხვდებით ამ ადგილას, რომელიც არის კოშკის თავი და აქედან შეგვიძლია დავინახოთ როგორც ეკლესია, ასევე გარშემო დასახლებები და რა თქმა უნდა მდინარე ინწობა, რომელზეც კომპლექსიდან ქვის გვირავით ყოფილა შესაძლებელი გასვლა. არაერთხელ ვარ გრემში ნამყოფი, მაგრამ ესეც იმ ადგილთა სიაში შედის, რომლის ყოველი მონახულება განსხვავებულია და ზღვა ემოციას ტოვებს. თითქოს ყველა ჯერზე თავიდან აღმოაჩენ მას. თუ აქ ერთხელ მაინც ყოფილხართ, დამეთანხმებით, რომ ამ ტერიტორიაზე გავლა წარსულში გასეირნებას გავს. გრემის პარკინგიდან დაახლოებით 100 მეტრში გზის პირას არის ეს აბანო, რომელიც იმ პირველი აბანოდან განსხვავებით, როგორც ხედავთ, კარგ მდგომარეობაშია, გასუფთავებულია და აქ მოსულ ადამიანებს შეგვიძლიათ კარგად აღვიქვათ, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ისტორიული აბანო. ამ პერიოდში, როდესაც ეს აბანოები შეიქმნა, საუბარია მე-15-მე-17 საუკუნეებში, მათ არ ჰქონდათ მხოლოდ ჰიგიენური დანიშნულება, არამედ ისინი ერთგვარი საზოგადოებრივი თავშეყრის დასვენებისა და სხვადასხვა გარიგების ადგილიც იყო. ეს აბანო არის ორსართულიანი, ზედა ნაწილი გამოიყენებოდა ბანაობისთვის, ხოლო ქვედა ნაწილი განკუთვნილი იყო გათბობისთვის. იქ წყალი ცხელდებოდა და კედლებში დატანილი კერამიკული მილებით აბანოს სხვადასხვა ოთახს მიეწოდებოდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ აბანოებს ანათებდნენ ხელოვნურად და ამისთვის იყენებდნენ თიხისგან დამზადებულ ლამპებს. ასევე, როგორც წესი იყო ხოლმე, ქალების და კაცების განყოფილებები გაყოფილი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ იყო სპეციალური საათები დაწესებული, რომ საჯარო აბანოში კონკრეტულ საათებში მოსულიყვნენ ქალბატონები და მამაკაცები. გამოიდა რამზემ გამოანათა და მივდივარ შემდეგი დანიშნულების ადგილას, რომელიც სოფელ სანავარდოში მდებარეობს. ახლა მოვედი სოფელ სანავარდოს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, რომლის ზუსტი აშენების თარიღი არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ ის გვიან შუა საუკუნეებში უნდა იყოს აშენებული, რომელიც დარბაზული ტიპის ეკლესია და გზიდანვე ძალიან ახლოს მდებარეობს, მხოლოდ
გადმოვუხვიეთ 100 მეტრში მოვიდით უკვე ამ ტაძართან. გამორჩა იმით, რომ სამხრეთის მხრიდან აქვს ასეთი მიშენება, სადაც გაჭრილია კარი და შეგვიძლია შევიდეთ და ეს ტერიტორიაც მოვილოცოთ, მოვინახულოთ. რა თქმა უნდა, არის დაბრძანებული უამრავი ხატი. ზოგადად ეს ორივე ნაგებობა აშენებულია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე, თუმცა როგორც ხვდები, აგურიც არის გამოყენებული მშენებლობაში. ეკლესია სამი სარკმლით ნათდება, რომლებიც აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კედლებშია გაჭრილი. ინტერიერში ფასადები უბრალოა, მოურთველი, მხოლოდ შელესილია. ასევე შელესილი ყოფილა გარე კედლებიც, მაგრამ დღეისთვის ნალესი მხოლოდ ნაწილობრივ არის შემორჩენილი. ახლა ერთ ადგილას მივდივარ ძველი ბაზილიკის მოსანახულებლად. იქ არასდროს ყოფილ ვარ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს თქვენთან ერთად აღმოვაჩინო. ეს ბაზილიკა ნეგრესისკენ მიმავალ გზაზე შუაგულ ტყეში მდებარეობს. რუკაზე მისასვლელი გზა არ ჩანს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ ახლოს მივიდე და შემდეგ ორიენტირით მივაგო. რამდენიმე გზა მოვსინჯე. საბოლოოდ ერთ გზას მივაგენი და მანქანით გავიარე იქამდე. სანამ ამის საშუალება გზა მომცა. ახლა ფეხით გავაგრძელებ სვლას და ვეცდები მივაგო. მოვედით ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსში. მოვედით ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ვინაიდან იმდენად გაჯაგულია ყველაფერი გარშემო. ძალიან რთული მოსასვლელია და მოგვიწია რომ მაყულის ბუჩქები გამოგვევლო, თუმცა საბოლოო ჯამში მოვაღწიეთ. სანამ გეტყვით ინფორმაციას ამ ადგილის შესახებ, მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ადგილს აქვს ეგრეთ წოდებული ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი, წარმოუდგენელია რომ ასეთ ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდეს. შესაძლოა არ ჩაუტარდეს რესტავრაციის შესაბამისი ძეგლებს გვინახავს არაერთი, მაგრამ მინიმუმ პატარა მისასვლელი მაინც უნდა არსებობდეს იმ ადამიანებისთვის, ვისაც გვაინტერესებს ძირძველი ძეგლების გაცნობა. როგორც გითხარით, ეს არის ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსი, რომელიც უძველესია. ზუსტად მის დათარღებასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა ვარაუდი, თუმცა არსებობს მიღებული ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ეს კომპლექსი აშენებულა მე-4 საუკუნეში. შესაბამისად, როდესაც ქრისტიანობა ნელ-ნელა ვრცელდებოდა მთლიანად საქართველოში. რა დროსაც მეფე იმ პერიოდში იყო თრდატი. არქეოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ტაძარი აგებულია წარმართულ ტაძარზე, რაც რა თქმა უნდა არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნეკრესთან ახლოს ვიმყოფებით, სადაც ასევე მზის ტაძარი მდებარეობს, რომელიც ასევე წარმართული ტაძარია. ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესი სამნავიანი ტაძარია საქართველოში. კომპლექსი მოიცავს დიდ სამნავიან ბაზილიკას, მოგვიანებით მინაშენ მომცრო ზომის ტაძარსა და დარბაზულ სამლოცველოს. მთავარი ბაზილიკის გვერდით აშენებულია სანათლავი, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების პირველ ეტაპზე ტაძრები იგებოდა ბიზანტიური არქიტექტურული ელემენტების გამოყენებით. ტაძრის ბაზილიკა გამორჩეულია იმითაც, რომ ერთადერთია საქართველოში, რომელსაც ამ ეპოქის ძეგლებისგან განსხვავებით მართკუთხა საკურთხეველი აქვს. ტაძარი თავის დროზე გადახურული იყო ხის ძელებზე დაყრდნობილი კრამიტებით, რითაც ის გამორჩეულია ამავე პერიოდის ძეგლებისგან. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს შაჰ ჰორმიზ მე-4-სა და იმპერატორ ფლავიუს ფოკას თითო მონეტა, რომლებიც თარიღდება მე-6 საუკუნის მიწურულისა და მე-7 საუკუნის დასაწყისით. როგორც ჩანს, ტაძარს მე-7 საუკუნის მეორე ნახევარში შეუწყვეტია ფუნქციონირება. კვლევებით დგინდება, რომ სამნავიანი ბაზილიკის დანგრევიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩრდილოეთიდან მიუშენებიათ შედარებით მომცრო ზომის ეკლესია. დაახლოებით 10 წუთი დამჭირდა, რომ კვლავ მანქანასთან მოვსულიყავი და საერთოდ შემაზრს გეტყვით ამ ადგილთან დაკავშირებით. მართალია მე მაყოფილი დავჭი, რომ ეს ადგილი მოვინახულე, მაგრამ როგორც გითხარით, საკმაოდ რთული მისასვლელია და პირადად მე ვერ გირჩევით, რომ აუცილებლად მოხვიდეთ და ნახოთ. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამ ძეგლის ისტორიულ მნიშვნელობას, ვფიქრობ, ზოგადად ყველა ადამიანმა ვეცნობოდეთ ასეთ ადგილებს, მაგრამ ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა ხელი შეგვიწყოს, მოასუფთავონ, მისასვლელი გზა იყოს შესაბამისად მოწესრიგებული, რომ სურვილებს მისვლა შეეძლოთ უსაფრთხოდ. გარდა ამ ადგილის ახლომახლო მოძებნილი მქონდა კიდევ 2 ადგილი,
მაგრამ მისასვლელი ბილიკები არც რუკაზე ჩანს, ვერც ისე შევამჩნიე. მხოლოდ დრონით ნახეთ ერთი ადგილი, მაგრამ რამდენად შესაძლებელი იქნება რომ ეს ადგილი მოვინახულოთ, არ ვიცი. დავაზუსტებ მაინც კიდევ ერთხელ რუკაზე, თუ შევძლებ მისვლას, რა თქმა უნდა თქვენს გაჩვენებთ, თუ არა და რა თქმა უნდა იმდენი ადგილია გარშემო რომ სხვა ადგილებს მოვინახულებთ. ჭაბუკაურიდან კიდევ ერთი ტაძრისკენ დავიძარი. ისიც შუაგულ ტყეში მდებარეობს, მაგრამ იქ მაღალი გამავლობის მანქანით მისვლა არ გამიჭირდება. გამოვიარეთ სოფელში და ასევე გადავლახეთ მდინარე ჩელთი, რომელიც იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ზამთარია საკმაოდ დაბალ დონეზეა წყლის დონე და ძალიან მარტივად გადმოვიარეთ და დაახლოებით 800 მეტრის გავლის შემდეგ მოვედით ამ შესანიშნავ ადგილას, რომელიც არის ვარცენას ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. გეტყვით იმასაც, რომ თუ მაღალი გამავლობის მანქანით იქნებით, საკმაოდ მარტივად ამოხვალთ. იმის მიუხედავად, რომ დაახლოებით 200 მეტრიანი მონაკვეთი საკმაოდ სველი და ტალახიანი იყო, ძალიან მარტივად ამოვედით. ხოლო თუ სუბუქი მანქანით იქნებით, არ არის შორი მანძილი, შეგიძლიათ ფეხითაც ამოვყვეთ და გამოიაროთ ულამაზესი ტყე და საბოლოო ჯამში ასეთ ლამაზ ადგილას აღმოჩნდეთ. ვარცენას ღვთისმშობლის სახელობის ეს ტაძარი მე-9 საუკუნეში აუშენებიათ და მომდევნო საუკუნეების დოკუმენტებშიც იხსენიება. ალბათ უნდა გამოვყოთ მე-14-მე-15 საუკუნეების დასაწყისის მცხეთის კათედრის უძრავი ქონების ნუსხა, სადაც ის არის აღწერილი, ასევე 1579 წლის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც კახეთის მეფე ალექსანდრე მეორე მცხეთის საკათოლიკოსოს უდასტურებს ქონებრივ უფლებებს, როგორც ვარცენას ეკლესიაზე, ესე სხვა ტაძრებზე. უნდა ვთქვათ, ცუდი ფაქტი, მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აუფეთქებიათ ეს ეკლესია, რომლის შედეგადაც ჩამოიგდა მთლიანად გუმბათი და ტაძრის დიდი ნაწილი. მართალია მე-20 საუკუნის 70-იან და 80-იან წლებში ორჯერ ჩაუტარდა რესტავრაცია და საკმაოდ კარგად გამოიყურება ამის მიხედვით, მაგრამ გუმბათი აღუდგენელი დარჩა და მხოლოდ გადახურულია იმისთვის, რომ წყალი არ ჩავდეს და შიდა ტერიტორია არ დაზიანდეს. ამ ტერიტორიაზე ყოფილა სოფელი ვეძისხევი და შესაბამისად ამ სოფლის ნასახლარია. თუ გავითვალისწინებთ ამ ეკლესიის მასშტაბებს, უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ დიდარი ეკლესია ყოფილა, ვინაიდან სოფლის ტაძრისთვის ასეთი პროპორციები საკმაოდ დიდია. ვარცანის იგივე ვარცანის ეკლესია გარდამავალი ხანის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია. საქართველოში მოგზაურობისას უამრავი ეკლესია მინახავს. ამის მიუხედავად, როდესაც რაიმე ახალ ჩემთვის უცნობ ძეგლს აღფრთოვანებაში მოვყავარ, კიდევ ერთხელ ქეც ვიხრი ჩვენი წინაპრების შემოქმედებითი გენიის წინაშე. ტაძარს აქვს ორი შემოსასვლელი, სამხრეთის მხრიდან და დასავლეთის მხრიდან. უბრალოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ორივე შემოსასვლელი გადახურული იყო ღია კარიბჭით, რომელიც დღემდე შენარჩუნებულია. აღსანიშნავია ის, რომ დღემდე შემორჩენილია მე-16 საუკუნის მხატვრობის ფრაგმენტები. მართალია საკმაოდ დაზიანებულია და მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ როგორც ხედავთ, რაღაც ნაწილი მაინც შემორჩა მე-16 საუკუნის მხატვრობიდან. ეტყობა გზასაც და ეკლესიასაც, რომ აქ ადამიანები არცთვის იშვიათად მოდიან, ვინაიდან გზა საკმაოდ გაკვალული იყო და აქვე ხვდებით სანთლებს, ასანს, ანუ ადამიანები მოდიან, ლოცულობენ, ძალიან სასიხარულოა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არაერთი მიტოვებული ტაძარი გვინახავს. გარდა უშუალოდ ეკლესიისა ძალიან საინტერესო ადგილია ტაძრის ჩრდილოეთით არსებული ეს ტერიტორია, რომელიც დაფარულია ქვევრებით.
რაღაც კუთხით არის სახიფათო ადგილი, ვინაიდან თუ არ იცით რომ აქ ამდენი ქვევრია, შესაძლოა ჩავარდეთ, ამიტომ თუ აქ მოსვლას გადაწყვეტთ, განსაკუთრებით ბავშვებთან ერთად, მაქსიმალურად ფრთხილად იყავით, ყურადღება მიაქციეთ, რომ არ ჩავარდნენ. ვინაიდან განსაკუთრებით შემოდგომაზე ფოთლებით არის დაფარული ყველაფერი, რაც დავითვალე მინიმუმ 20 ქვევრი მაინც იქნება, შესაბამისად საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას იკავებს. რამდენიმე მოსაზრება არსებობს თუ რატომ არის ამდენი ქვევრი აქ, მაგრამ ალბათ ყველაზე მისაღები და დამაჯერებელი არის ის ვერსია, რის მიხედვითაც აქ იყო სამონასტრო ცხოვრება და ამ ქვევრში არ ინახავდნენ მარტო ღვინოს, არამედ საკვე პროდუქტსაც. რაც თავისთავად იმაზეც მეტყველებს, რომ საკმაოდ დიდარი მონასტერიც ყოფილა და ასევე ვრცელიც, რადგან ამდენი ქვევრი იყო საჭირო. არ მეგონა თუ ასეთ კარგ მდგომარეობაში დამხვდებოდა და ამჯერად სასიამოვნოდ გაკვირვებული დავჭი. თუ მსგავსი ადგილების მონახულება ტაძრების მოლოცვით ხართ დაინტერესებული, ამ რეგიონში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა შეიტანოთ ვარცანა თქვენს სამოგზაურო მარშრუტში. ახლა ბრუნდებით სოფელ შილდის მიმართულებით. თუ აქ მოხვდებით არ მოსვლას გადაწყვეტთ და რუგას ჩახედავთ, დაინახავთ რომ სოფელში არაერთი ღირსშესანიშნაობა და მათ შორის გამოსარჩევია კოშკები და ეკლესიები. სოფელში არის სამი ტაძარი, ორი წმინდა გიორგის სახელობის და ერთი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და როგორც გითხარით, კოშკების სიმრავლეა ჩემთვის განსაკუთრებულად აღნიშნვის ღირსი, ვინაიდან სოფელშიც და სოფელთან ახლოსაც არაერთი კოშკია. სოფელში არის ვახვახიშვილების, უტურაშვილების, ბუშელაშვილების, ხოლო გადმოღმა ჩელთისაკეთ არის ვეძისხევის კოშკიც, რომელიც ჩემუკან მოჩანს. ზოგადად არ არის გასაკვირი საგვარეულო კოშკები კახეთში, რამდენიმე ადგილას ჩვენც ყოფილვართ, მაგრამ ერთ სოფელში ამდენი ყოფილიყოს, მე პირადად არ მახსენდება და აღნიშნვის ღირსია. ასევე მინდა გითხრათ ერთი ფაქტის შესახებ. ჩემს სამოგზაურო მარშრუტში მეწერა შილდის ორსაყდრების ეკლესია, რომელთანაც მოვედი და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ სულ სხვა ტაძარია. როგორც ჩანს, რუკაში შეცდომით არის აღნიშნული, როდესაც უფრო კარგად ჩავეძიეთ და რუკას ჩავხედეთ, დავინახეთ, რომ ვარცანას ტაძრის იქით მდებარეობს. დროში ახლა ისე ვარ შეუძლებელია რომ უკან დაბრუნდე და ვნახო, მაგრამ თუ აქ მოსვლას გადაწყვეტ და საძებო სისტემაში ჩაწერთ მარშრუტს, შეცდომაში არ შეგიყვანო, ისევე როგორც მე და არ მოხვიდეთ შილდის ეკლესიასთან, არამედ იმ ეკლესიასთან მედით, რომელიც ვარცანასთან ახლოს მდებარეობს, ვინაიდან ფოტოებში როგორც ნახე, არის ფრესკული ტაძარი, რომელიც აუცილებლად სანახავი, როდესაც აქ მოდიხარ. ახლა ვერ ვახერხე, მაგრამ მომავალში აუცილებლად მოვალ და მოვინახულებ მას. ფიქრობ, საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა. ჩემს მოგზაურის დღიურს ბერძნული ნანახი ძეგლების გარდა, აქამდე უნახავი ადგილებიც შევმატე. ყვარელში და კახეთში მომავალში კიდევ არაერთხელ გამოგზაურებთ. დღეს კი მოგზაურობა აქ სრულდება. შემდეგ გადაცემაში შავში ვიმოგზაურებთ. არ გამოტოვოთ წინ, საინტერესო თავგადასავლები გელოდებათ.